კურუქშეტრას ბრძოლის ველზე, როცა არჯუნა დაბნეული და გულგატეხილი იდგა, უფალმა კრიშნამ საუბარი დაიწყო. ეს მომენტი გახდა მარადიული, ვინაიდან ბჰაგავად გიტა დაიბადა. ბჰაგავად გიტა უბრალოდ ნაწარმოები არ არის, ის ღმერთის ხმაა, რომელიც კაცობრიობას ცხოვრების ურთულეს ბრძოლაში ხელმძღვანელობს. 700 ლექსში კრიშნა პასუხობს ყველა კითხვას მოვალეობის, სიყვარულისა და განთავისუფლების შესახებ. კრიშნა გვიჩვენებს სამ გზას: კარმა იოგა, სწორი მოქმედება; ჯნანა იოგა, ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ; ბჰაქტი იოგა, წმინდა ერთგულება. და აცხადებს, მას, ვინც სიყვარულითა და ერთგულებით მემსახურება, ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. გიტა რელიგიისთვის არ არის მოყოლილი, ის ყოველი სულისთვის არის განკუთვნილი, ვისაც აინტერესებს, რა არის ადამიანის ამ ქვეყნად მოსვლისა და ცხოვრების აზრი. მისი მიზანია გააღვიძოს ღმერთის ცნობიერება ჩვენში და გაგვიწვეს შინ ღმრთეებასთან, კრიშნასთან. მოусმინეთ ბჰაგავად გიტას, ღრმად გაიაზრეთ ის, ვინაიდან, რაც ღმერთმა არჯუნას მოუთხრო, ნაგულისხმებია შენთვისაც. ბჰაგავად გიტა, თავი პირველი, კურუქშეტრას ველზე შეკრებილ ლაშქართა დათვალიერება. ლექსი პირველი. დრიშტარაშტრამ თქვა: ო სანჯაია, როგორ მოიქცნენ მწირობის ადგილას, კურუქშეტრას ველზე შეკრებილი ბრძოლის ჟინით აღსავსე ჩემი და პანდუს შვილები? განმარტება. ბჰაგავად გიტა მკითხველთა ფართო წრისათვის ცნობილი თეისტური მეცნიერებაა, რომელიც განზოგადებულია გიტა მაჰატმაში, გიტას ქებათა ქებაში. მასში ნათქვამია, რომ ადამიანმა გულდასმით, შრი კრიშნას ერთგულის დახმარებით უნდა წაიკითხოს ბჰაგავად გიტა და შეეცადოს მის საფუძვლიანად გაგებას რაიმე პირადი ინტერპრეტაციის გარეშე. არჯუნამ ეს სიბრძნე უშუალოდ უფლისგან მოისმინა და ეს უმაღლესი მოძღვრებაც აქედან შეიმეცნა. ეს არის მაგალითი ბჰაგავად გიტას სწორად გაგებისა. თუკი ვინმეს ბედი იმდენად გაუღიმებს, რომ შეძლებს ბჰაგავად გიტა მოისმინოს უფლის ჭეშმარიტი წარმომადგენლისგან და ასე გააცნობიეროს იგი ყოველგვარ პირადულ მოტივებზე აგებული ახსნა განმარტებების გარეშე, მაშინ მისი ცოდნა მთელი ვედური სიბრძნისა და მსოფლიოს ყველა წმინდა წერილის შესწავლით მიღებულ ცოდნას გადააჭარბებს. ბჰაგავად გიტაში მოცემულია უკლებლივ ყველაფერი, რასაც სხვა წმინდა წერილები მოიცავენ და მკითხველი მასში მონახავს იმასაც, რასაც სხვისგან ვერსად მიაგნებდა. ეს არის გიტას განსაკუთრებული ღირსება. იგი სრულყოფილი თეისტური მეცნიერებაა, რადგანაც მას უშუალოდ ღმრთეების უზენაესი პიროვნება უფალი შრი კრიშნა გადმოგვცემს. როგორც მაჰაბჰარატაშია აღწერილი, თემა, რაზედაც დრიშტარაშტრა და სანჯაია საუბრობენ, ამ დიდებული ფილოსოფიური ძეგლის საფუძველია. როგორც ვგებულობთ, ბჰაგავად გიტა თავად უფალმა გადმოსცა კურუქშეტრას ბრძოლის ველზე, რომელიც ვედური ეპოქის უხსოვარი დროიდან მწირობის წმინდა ადგილად არის ცნობილი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უზენაესი დაეშვა დედამიწაზე, კაცობრიობის ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. მოცემულ ლექსში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიტყვას დჰარმაქშეტრა, ადგილი, სადაც რელიგიური რიტუალები სრულდება. ვინაიდან კურუქშეტრას ბრძოლის ველზე ღმრთეების უზენაესი პიროვნება არჯუნას მხარეზე იმყოფებოდა, კურუთა მამას, დრიშტარაშტრას, დიდად აეჭვებდა თავისი შვილების საბოლოო გამარჯვება. ამიტომაც ეჭვებით შეპყრობილმა უპირველესად ეს კითხა თავის ვეზირ სანჯაიას, რას აკეთებენ? იგი მანამდეც დარწმუნებული იყო, რომ კურუქშეტრას ბრძოლის ველზე საომრად შეიყარნენ თავისი და მისი უმცროსი ძმის, პანდუს შვილები. მიუხედავად ამისა, ეს შეკითხვა მაინც საჭიროდ ჩათვალა. იგი იმთავითვე წინააღმდეგი იყო, რომ ბრძოლაში ბიძაშვილები რაიმე დათმობაზე წასულიყვნენ. ამავე დროს მას აღელვებდა, რა ბედი ეწეოდათ ბრძოლის ველზე მის შვილებს,
ვინაიდან ბრძოლა უნდა გამართულიყო კურუქშეტრაზე, რომელიც ვედების თანახმად თაყვანისცემის ადგილია, თვით ზეცის ბინადართათვისაც კი. დრიშტარაშტრას ისიც აშინებდა, რომ წმინდა ადგილი გავლენას მოახდენდა ბრძოლის შედეგზე, ანუ იგი არჯუნასა და პანდუს შვილებზე სასიკეთოდ იმოქმედებდა, ვინაიდან ბუნებით ისინი წმინდანები იყვნენ. სანჯაია გახლდათ ვიასას მოწაფე, მისი წყალობით დრიშტარაშტრას ოთახიდანვე ხედავდა კურუქშეტრას და მას დრიშტარაშტრაც ამიტომ აძლევდა კითხვებს ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ. პანდავებიც და დრიშტარაშტრას შვილებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ დრიშტარაშტრას შეკითხვა ნათელსფენს მის ძმისწულებისადმი დამოკიდებულებას. მან განგებ მოიხსენია საკუთარი შვილები კურუთ და ამით პანდუს შვილები ოჯახის მემკვიდრეობას ჩამოაშორა. ცხადია, მას თავის ძმისწულებთან პანდუს შვილებთან არაკეთილგონივრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ საუბრის დასაწყისიდანვე უკვე ნათელი გახდა, რომ კურუქშეტრას წმინდა ველზე რელიგიის უზენაესი მამა, შრი კრიშნა ისე აღგვიდა პირისაგან მიწისა დრიშტარაშტრას ძის დურიოთანას მსგავსთ, ვითარცა ბრინჯის ყანიდან სარეველა ბალახს. სამაგიეროდ, იქ იუთიშთირას მეთაურობით ჭეშმარიტად რელიგიურ პირებს დაამკვიდრებდა. ასეთი აზრი აქვს სიტყვებს თარმაკშეტრა და კურუქშეტრეს მათ ისტორიულ და ვედურ მნიშვნელობასთან ერთად. ლექსი მეორე. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, თვალი მოავლო რა პანდუს შვილთა საბრძოლველად განლაგებულ ლაშქარს მეფე დურიოთანა თავის მოძღვარს მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვებით წარმოთქვა. განმარტება. დრიშტარაშტრა დაბადებიდან ბრმა იყო. სამწუხაროდ იგი სულიერ ხედვასაც მოკლებული გახდათ. მან მშვენივრად იცოდა, რომ სარწმუნოებრივ საკითხში მისი შვილებიც მასავით ბრმანი იყვნენ და მტკიცედ სჯეროდა, რომ ვერასოდეს მორიგდებოდნენ დაბადებიდან ღვთისმოსავ პანდავებთან. მას ისიც ადარდებდა, რომ წირობის წმინდა ადგილზე ბრძოლა მათთვის სასიკეთოდ არ დასრულდებოდა. სანჯაიამ კარგად იცოდა, რატომ კითხა მას დრიშტარაშტრამ ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ, ამიტომ სურდა გაემხნევებინა გულგატეხილი მეფე და დაერწმუნებინა, რომ მისი შვილები წმინდა ადგილის გავლენის გამოც კი არავითარ დათმობაზე არ წავიდოდნენ. ამ მიზნით სანჯაიამ მეფეს ამცნო შემდეგი: პანდავების საბრძოლო ძალების ხილვის შემდეგ მისმა შვილმა დურიოთანმა უმალვე მხედართმთავარ დრონაჩარიას მიაშურა, რათა არსებული ვითარება შეეტყობინებინა. ლექსში თუმცა თავად დურიოთანა მეფედ არის მოხსენებული, შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობის გამო მაინც იძულებული გახდა მხედართმთავრისთვის მიემართა. ამით მან ნამდვილი პოლიტიკოსის ალღო გამოავლინა, მაგრამ დურიოთანას თავისი დიპლომატიური ნიღაბი ვერ უფარავდა პანდავების საბრძოლო განლაგების ხილვით აღძრულ შიშს. ლექსი მესამე. ო ჩემო მოძღვარო, შეხედე პანდუს შვილთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე გონივრულად რომ განულაგებია, შენს მოწაფეს, დრუპადას ძეს. განმარტება. ამ ლექსში ჩანს, დურიოთანა როგორ მოხერხებულად ცდილობს დიადი ბრაჰმანი მხედართმთავრის დრონაჩარიას მიერ დაშვებული შეცდომები აღნიშნოს. დრონაჩარიას გარკვეული სახელმწიფოებრივი დავა ჰქონდა მეფე დრუპადასთან, არჯუნას ცოლის, დრაუპადის მამასთან. ამ დავის გამო დრუპადამ დიდი მსხვერპლშეწირვა აღასრულა, რის შედეგადაც მისგან ისეთი შვილის ყოლის კურთხევა მიიღო, რომელიც დრონაჩარიას მოკვლას შეძლებდა. დრონაჩარიამ ეს მშვენივრად იცოდა და მაინც, როგორც დიდსულოვანმა ბრაჰმანმა, დრუპადას შვილს, დრიშტადიუმნას, როდესაც იგი სამხედრო ხელოვნების შესასწავლად მიაბარეს, უყოყმანოდ გაანდო ბრძოლის წარმოების მისთვის ცნობილი ყველა საიდუმლოება. ახლა კი კურუქშეტრას ბრძოლის ველზე დრიშტადიუმნამ პანდავების მხარე დაიჭირა და მისგან შესწავლილი საომარი წესების გამოყენებით სწორედ მან განალაგა პანდავების საბრძოლო რიგები.
დურიოთანამ სწორედ ეს შეცდომა შეახსენა დრონაჩარიას, რათა მას ბრძოლაში მაინც გამოეჩინა სიფხიზლე და უდრეკი ხასიათი. ამით იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დრონაჩარიას იმთავითვე არ უნდა გამოეჩინა შემწყნარებლობა პანდავების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ მისი გამორჩეული მოწაფეები, რომელთაგან განსაკუთრებით საყვარელი და ნიჭიერი იყო არჯუნა. დურიოთანას ეს შეხსენება ერთგვარი გაფრთხილება იყო. ბრძოლაში ასეთი შემწყნარებლობას დრონაჩარიას უცილობელი დამარცხება მოჰყვებოდა. ლექსი მეოთხე. ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია. ისინი ბრძოლაში ფჰიმასა და არჯუნას არ ჩამოუვარდებიან. მათ შორის არიან იუიუთანა, ვირატა და დრუპადას დარის სხვა დიადი მებრძოლები. განმარტება. მართალია, თავად დრიშტადიუმნა საშიშროებას არ წარმოადგენდა სამხედრო ხელოვნებაში უდიდესი გამოცდილების მქონე დრონაჩარიასთვის, მაგრამ მოწინააღმდეგეთა რიგებში მაინც მრავალი ისეთი ანგარიშგასაწევი სახიფათო მეომარი ერია, რომლებიც ფჰიმასა და არჯუნასავით საშიშნი იყვნენ. დურიოთანამ გამარჯვების გზაზე დამაბრკოლებელ ძალად სწორედ ისინი მიიჩნიან, რა კი მანამდეც კარგად იცნობდა ფჰიმასა და არჯუნას სამხედრო ხელოვნებას. ლექსი მეხუთე. იქ არიან დრიშტაკეტუს, ჩეკიტანას, კაშირაჯას, პურუჯიტის, კუნტიფოჯასა და შაიბას მსგავსი დიადი ძლევამოსილი გმირი მეომრები. ლექსი მეექვსე. იქ არიან ძლევამოსილი იუადჰამინიუ, უძლიერესი უტამაუჯა, სუფადრას ძე და დრაუპადის ვაჟიშვილები. ყოველ ამ მეომარს ეტლზე ამხედრებულს ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. ლექსი მეშვიდე. ო შეუდარებელო ბრაჰმანო, ნება მიბოძე ჩვენი გამოჩენილი მხედართმთავრების შესახებაც მოგახსენო. ისინი განსაკუთრებული თვისებებით არიან შემკული და ჩემი სამხედრო ძალების წინამძღოლობას იმსახურებენ. ლექსი მერვე. ესენი ხართ თქვენ, მუდამ გამარჯვებულნი, შენ, ბიშმა, კარნა, კრპა, აშვათამა, ვიკარნა და სომადატას ვაჟი, სახელად ფურიშრავა. განმარტება. დურიოთანა ჩამოთვლის გამოჩენილ გმირთა სახელებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიან. ვიკარნა დურიოთანას ღვიძლი ძმაა, აშვათამა დრონაჩარიას ვაჟი, საომადატი და ფურიშრავა კი ბაჰლიკების მეფის ძეა. კარნა არჯუნას ნახევარ-ძმაა, ვინაიდან იგი მანამდე იშვა კუნტისგან, სანამ მეფე პანდუ შეირთავდა ცოლად. კრპჩარია დრონაჩარიას ცოლის ტყუპი ძმაა. ლექსი მეცხრე. აქ შეხვდები მრავალ სხვა გმირსაც, რომლებიც მზად არიან თავი გასწირონ ჩემთვის. ყველა წესისამებრ აღჭურვილია 1000 გვარი იარაღით და გამოცდილია სამხედრო ხელოვნებაში. განმარტება. რაც შეეხება ჯაიადრათას, კრიტარვას და შალიას, ყოველი მათგანი მზად გახდათ თავი გაეწირათ დურიოთანასთვის. ეს თავგანწირვა წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ისინი კურუქშეტრას ბრძოლაში უნდა დაღუპულიყვნენ, რადგან მათ ცოდვილი დურიოთანას მხარეს ბრძოლა აირჩიეს. ცხადია, ზემოხსენებული მეგობრების ერთობლივი ძალების მოიმედო დურიოთანას გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ლექსი მეათე. ჩვენი ძალები განუზომლად დიდია. ამასთან ჩვენ საიმედოდ გვიცავს ბაბუა ფიშმა. პანდავთა ძალები კი შეზღუდულია, თუმცა მათაც საგულდაგულოდ მფარველობს ფიმა. განმარტება. აქ დურიოთანა ერთმანეთს ადარებს ორივე მხარეს განლაგებულ სამხედრო ძალებს და ასკვნის, რომ მისი საომარი შესაძლებლობები განუზომლად დიდია, ვინაიდან მათ ყველაზე გამოცდილი მხედართმთავარი ბაბუა ფიშმა იცავს. მეორე მხრივ, პანდავების ძალები ბევრად მცირეა და მათი მეთაურიც ფიმაა, ფიშმასთან შედარებით ნაკლებად გამოცდილი მხედართმთავარი. დურიოთანა ყოველთვის მტრობდა ფიმას, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ სიკვდილი მხოლოდ მისი ხელით ეწერა. ამჯერად კი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, რადგან მის მხარეს იდგა გაცილებით დიდი სარდალი, ბაბუა ფიშმა. მისი გამარჯვების ეს ღრმა რწმენა უსაფუძვლო არ გახდათ.
ლექსი მე-12. ახლა ყველა უკლებლივ მხარში უნდა ამოუდგეთ ბაბუა ფიშმას, როგორც კი ბრძოლის ასპარეზზე შესასვლელ მნიშვნელოვან ადგილებზე განალაგებთ ლაშქართა რიგებს. განმარტება. წინა ლექსში ნაჩვენებია თუ როგორ შეაქო დურიოთანამ ფიშმას სიმამაცე, მაგრამ მან ისიც გაითვალისწინა, რომ დანარჩენ მეგობრებს ვაი თუ დამცირებულად ეკრძნოთ თავი. ამიტომ ამ ლექსში იგი ჩვეული დიპლომატიით შეეცადა შექმნილი უხერხულობის გამოსწორებას. ჯერ ხაზი გაუსვა ფიშმადევას უდავოდ უდიდეს გმირობას, მაგრამ რა კი იგი საკმაოდ მოხუცებული იყო, ყველას განსაკუთრებით უნდა ეზრუნა მის საიმედო დაცვაზე. ფიშმა მხოლოდ ერთ ფლანგზე თუ იბრძოლებდა, მტერი ამით ისარგებლებდა და ბრძოლის სიმძიმეს მთლიანად მეორე ფლანგზე გადაიტანდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სხვა გმირებს არ მიეტოვებინათ თავიანთი სტრატეგიული პოზიციები, რათა მტერს საბრძოლო რიგი არ გაერღვია და თავისი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცემოდა. ეს კი მათგან დიდ თავგანწირვას მოითხოვდა. დურიოთანა გრძნობდა, რომ კურუთა გამარჯვება ყველაზე მეტად ფიშმადევაზე იყო დამოკიდებული. მასთან ერთად დრონაჩარიას იმედიც ჰქონდა. მას ახსოვდა თუ არჯუნას ცოლის დრაუპადის მსოფლიოს დიდ მხედართმთავართა თავყრილობის წინაშე გაშიშვლებას როგორ უპირებდნენ. უმწეო ქალი ყველას სამართლისკენ მოუწოდებდა. მათ კი სიტყვაც კი არ წამოწდენიათ. მან იცოდა, რომ ამ ორ მხედართმთავარს პარდავებთან გარკვეული სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ეს გრძნობა აქაც არ იმოქმედებდა მათ ქცევაზე, რაც ერთხელ უკვე გამოავლინეს პანდავებსა და კაურავებს შორის საპაექრო თამაშის დროს. ლექსი მე-12. მაშინ კურუთა დინასტიის დიდმა მამაცმა მამამთავარმა მეომართა ბაბუა ფიშმამ ძლიერად ჩაჰბერა თავის ნიჟარას და გამოსცა ლომის ღრიალის მაგვარი ხმა, რომლის გამოძახილმაც სიხარულით აავსო დურიოთანას გული. განმარტება. კურუთა დინასტიის მამამთავარს ესმოდა თავისი შვილიშვილის დურიოთანას გულის თქმა და თანაგრძნობისა და გამხნევების ნიშნად ისე ხმამაღლა ჩაჰბერა ნიჟარას, რომ სრულიად შეეფერებოდა ფიშმას ლომისებურ ძალას. ნიჟარა სიმბოლური ნიშანიც იყო ფიშმას ხელთ, რითაც მან ამცნო დამწუხრებულ შვილიშვილ დურიოთანას, რომ ბრძოლაში გამარჯვება არ ეწერა, ვინაიდან უზენაესი უფალი მოწინააღმდეგეთა მხარეს იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მისი ვალი იყო ებრძოლა თავდაუზოგავად. ლექსი მე-13. ამის შემდეგ უეცრად გაისმა დიდი და პატარა ნიჟარების, დავთაბების, საყვირებისა და ბუქთა ყურისწამღები ხმა. ლექსი მე-14. ამის შემდეგ მოპირდაპირე მხრიდან თეთრი ცხენებით შემმულ დიდებულ ეტლში მსხდომმა უფალმა კრიშნამ და არჯუნამ თავიანთ ღვთაებრივ ნიჟარებს ჩაჰბერეს. განმარტება. ფიშმადევას ნიჟარისაგან განსხვავებით, კრიშნასა და არჯუნას ნიჟარები აქ ღვთაებრივ ნიჟარებად არის წოდებული. მათი ხმა აუწყებდა მოწინააღმდეგეს, რომ კრიშნა პანდავებს უჭერდა მხარს და მათ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. გამარჯვება მუდამ პანდუს ვაჟიშვილთა მსგავსი ხალხის მხარესაა, ვინაიდან უფალი კრიშნა მათთან არის და სადაც არ უნდა იყოს უფალი, ბედის ქალღმერთიც მასთანაა. იგი არასოდეს ტოვებს თავის მეუღლეს. ასე რომ არჯუნას გამარჯვება და კარგი მომავალი ელოდა, რასაც ვიშნუს, ანუ უფალი კრიშნას ნიჟარის ტრანსცენდენტული ხმოვანება იუწყებოდა. გარდა ამისა, ეტლი, რომელშიც ამჯერად ორი მეგობარი, უფალი და არჯუნა ისხდნენ, არჯუნას აგნიმ ცეცხლის ღმერთმა აჩუქა. ეს კი ეტლში მსხდომთა მიერ სამი სამყაროს საზღვრებში ნებისმიერი ქვეყნის დაპყრობაზე მიუთითებდა. ლექსი მე-15. უფალმა კრიშნამ ჩაბერა თავის ნიჟარას, რომელსაც პანჩაჯანია ერქვა, არჯუნამ თავისას, დევადატას, ფიმამ კი გაუმაძღარმა და დევგმირულ საქმეთა მოქმედმა თავის შიშის მომგვრელ ნიჟარას, რომელსაც პაუნდრა ერქვა. განმარტება. ამ ლექსში უფალი კრიშნა შრიკეშად ერთგულთა გრძნობების წარმმართველად არის მოხსენიებული, ვინაიდან მხოლოდ მას ეკუთვნის
ყოველთა გრძნობები. ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან, ამიტომ მათი გრძნობებიც უფლის გრძნობათა განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენს. უფალი ყოველი ცოცხალი არსების გულშია და წარმართავს მათ გრძნობებს, მაგრამ ეს ხდება თავად ცოცხალი არსების მინდობის შესაბამისად. წმინდა ერთგულთა შემთხვევაში კი უფალი უშუალოდ ზედამხედველობს მათ გრძნობებს. აქაც კურუქშეტრას ბრძოლის ველზე იგი პირადად წარმართავს არჯუნას ტრანსცენდენტულ გრძნობებს, ამიტომ მისი ერთ-ერთი სახელია შრიკეშა. სხვადასხვა მოვლენის შესაბამისად უფალი მრავალი სახელით მოიხსენიება, მაგალითად მათუსუდანა, ვინაიდან მოკლა დემონი მათუ, აგრეთვე გოვინდა, ვინაიდან სიამოვნებას ანიჭებს ძროხებსა და გრძნობებს, ვასუდევა, რადგან ვასუდევაშვილად მოევლინა დედამიწას, დევაკი ნანდანა, ვინაიდან მან დევაკი საკუთარ დედად მიიღო, იაშოდა ნანდანა, ვინაიდან ვრინდავანში ბავშვური გართობებით დაასაჩუქრა იაშოდა. პართა სარათი, ვინაიდან არჯუნას მეეტლე იყო, სწორედ ასევე მას უწოდებენ შრიკეშას, ვინაიდან იგი წარმართავდა არჯუნას გრძნობებს კურუქშეტრას ბრძოლის ველზე. ამ ლექსში არჯუნა მოხსენიებულია როგორც თანანჯაია, რადგან იგი ქონების დაგროვებაში ეხმარებოდა თავის უფროს ძმას, მეფეს, რომელმაც სხვადასხვა მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად ხარჯები გაიღო. სწორედ ასევე ფიმა ცნობილია როგორც ვრიკოდარა, ვინაიდან იმდენი შეეძლო ეჭამა, რამდენ დევგმირულ საქმესაც ჩაიდენდა. თუნდაც დემონი ჰიდიმბა მოეკლა. ამდენად პანდავების მხარეს მყოფთა მიერ აგუგუნებული ყოველი ნიჟარის ხმა, დაწყებული უფლის ნიჟარით, მხნეობას მატებდა საბრძოლველად თავშეყრილ მეომრებს. მოწინააღმდეგე მხარეს არ ყავდა ასეთი დიდებული გმირები, არ ყავდათ უზენაესი წინამძღოლი უფალი კრიშნა და მათთან არც ბედის ქალღმერთი იყო. ამდენად ისინი განწირული იყვნენ, წაეგოთ ბრძოლა. ნიჟარების ხმამაც სწორედ ეს აუწყა კურუქშეტრას ველზე განლაგებულ ლაშქარს. ლექსი 16-18. კუნტის ვაჟიშვილმა მეფე იუთიშთირამ ჩაჰბერა თავის ნიჟარა ანანტავიჯაიას, ნაკულამ და საჰადევამაც ჩაჰბერეს ნიჟარებს, სუქოშასა და მანიპუშპაკას. ამასთან ერთად დიადმა მშვილდოსანმა, კაშის მეფემ, ძლევამოსილმა მებრძოლმა, შიქანდიმ, დრიშტადიუმნამ, ვირატამ, დაუმარცხებელმა სატიაკიმ, დრუპადამ, დრაუპადის ვაჟიშვილებმა და სხვებმა, ო მეფეო, სუფადრას მკლავმაგარი შვილის მსგავსმა მეომრებმა, ყველამ თავისი ნიჟარა აახმიანა. განმარტება. სანჯაიამ ტაქტიანად მიუთითა მეფე დრიშტარაშტრას, რომ მისი არაშორს მჭვრეტელური პოლიტიკა პანდუს ვაჟიშვილების, მოტყუებისა და საკუთარი შვილების ტახტზე აღმართვის მცდელობა მოსაუწონი არ იყო. მრავალი ნიშანი უკვე აშკარად მოასწავლებდა, რომ დიდ ბრძოლაში დაიღუპებოდა კურუს მთელი დინასტია, დაწყებული ბაბუა ფიშმათი, დამთავრებული შვილიშვილებით, როგორებიც იყვნენ აფიმანიუ და სხვები, მსოფლიოს მეფეთა ჩათვლით. უკლებლი ყველა სასიკვდილოდ იყო განწირული. მთელი ამ უბედურების მიზეზი კი გახდათ მეფე დრიშტარაშტრა, ვინაიდან იგი თავისი შვილების ძრახებს მხარს უჭერდა. ლექსი 19. ამ ნიჟარათა ხმები საშინელ ხმაურში გადაეზარდა. ცადა დედამიწა შეარყია და შეძრა დრიშტარაშტრას ვაჟიშვილთა გულები. განმარტება. ფიშმას, ნიჟარისა და დურიოთანას სხვა მომხრეთა ნიჟარების ხმაზე პანდავები არ შეშინებულან. ასეთი რამ არსად არის ნათქვამი, მაგრამ ზუსტად ამ ლექსში მითითებულია, რომ პანდავების მომხრეთა მიერ გამოცებულმა ხმებმა დრიშტარაშტრას ვაჟიშვილების გულები ნამდვილად შეძრა. პანდავების შეუძრევლობის მიზეზი იყო თავად პანდავების რწმენა უფალი კრიშნასადმი. მას, ვინც უზენაეს უფალს შეაფარა თავი, უდიდესი განსაცდელის დროსაც კი არაფრის ეშინია. ლექსი 20. ამ დროს პანდუს ვაჟიშვილმა არჯუნამ,
რომლის ეტლზეც ჰანუმანის გამოსახულებით დამშვენებული დროშა იყო აღმართული, ხელთიპყრა მშვილდი და ისრების სატყორცნელად მოემზადა. ო მეფეო, მებრძოლ რიგებად დაწყობილი დრიშტარაშტრას შვილების დანახვაზე არჯუნამ ასე მიმართა უფალ კრიშნას. განმარტება. ბრძოლა ისიც იყო, უნდა დაწყებულიყო. ჩანს, რომ დრიშტარაშტრას შვილები მეტნაკლებად შეაშფოთა პანდავების სამხედრო ძალების ასეთმა მოულოდნელმა განლაგებამ და იმან, რომ ბრძოლის ველზე მათ უშუალოდ უფალი კრიშნა ხელმძღვანელობდა. არჯუნას დროშაზე გამოსახული ჰანუმანის ემბლემაც გამარჯვების მაუწყებელია, ვინაიდან ჰანუმანი რავანასთან ბრძოლაში ეხმარებოდა უფალ რამას, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა. ახლა კი რამაცა და ჰანუმანიც არჯუნას ეტლში იმყოფებოდნენ მის დასახმარებლად. უფალი კრიშნა თავად რამაა და სადაც უნდა იყოს უფალი რამა, მასთან არიან მისი მარადიული მსახური ჰანუმანი და მისი მარადიული მეუღლე სიტა, ბედის ქალღმერთი. მას რისი უნდა შეშინებოდა არჯუნას? გარდა ამისა, გრძნობათა მეუფე უფალი კრიშნა პირადად იყო მასთან, ვითარცა წინამძღოლი, რომლისგანაც არჯუნას ნებისმიერი საჭირო რჩევის მიღება შეეძლო ბრძოლის წარმართვის თაობაზე. ყველა ეს სასიკეთო პირობა, რომელიც უფალმა თავის მარადიულ ერთგულს შეუქმნა, უეჭველს ხდიდა არჯუნას გამარჯვებას. ლექსი 21-22. არჯუნამ თქვა, ო შეუცდომელო, გთხოვ გაიყვანე ჩემი ეტლი ლაშქართა შორის, რათა ვიხილო აქ შეკრებილი, ბრძოლას მოწყურებული მეომრები, რომლებთანაც მომიწევს შერკინება ამ დიდ ომში. განმარტება. თუმცა უფალი კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნებაა, თავისი უმიზეზო წყალობით იგი საკუთარ მეგობარს, არჯუნას ემსახურება. უნაკლოა მისი სასიყვარულო ურთიერთობა თავის ერთგულებთან, მათთვის ის ყველაფრისთვის მზად არის. როგორც მეეტლე, იგი არჯუნას ბრძანებათა მორჩილი უნდა ყოფილიყო და ვინაიდან იგი უყოყმანოდ შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, ლექსში არჯუნა მას შეუცდომლის სახელით მიმართავს. თუმცა უფალი საკუთარი ერთგულის მეეტლის სახით წარმოგვიდგა, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ იგი უზენაესია, რომ ნებისმიერ ვითარებაში იგია ღმრთების უზენაესი პიროვნება, შრიკეშა, მთელ გრძნობათა მეუფე. ურთიერთობა უფალსა და მის მსახურს შორის უაღრესად თბილი და ტრანსცენდენტულია. მსახური ყოველთვის მზადაა ემსახუროს უფალს და უფალიც არ კარგავს შესაძლებლობას ამ სიკეთისათვის სიკეთით უპასუხოს თავის ერთგულს. მას მეტ სიამოვნებას ანიჭებს თავის წმინდა ერთგულს ბრძანების გაცემის საშუალებას რომ აძლევს, ვიდრე ის, რომ თავად იძლევა განკარგულებას. იგი ბატონია ყოველთა, რომლებიც მის ნებას ემორჩილებიან და მის უმაღლეს არავინაა ისეთი, მას რაიმე უბრძანოს, მაგრამ როდესაც უფალი წმინდა ერთგულისგან იღებს ბრძანებას, ტრანსცენდენტულ სიამოვნებას განიცდის, თუმცა ის მაინც რჩება შეუცდომელ და ყოვლის შემძლე ბრძანებლად. როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არჯუნას არ სურდა თავის ბიძაშვილებთან ბრძოლა, მაგრამ დურიოთანამ, რომელიც ჯიუტად უარყოფდა რაიმე მშვიდობიან შეთანხმებას, აიძულა ბრძოლის ველზე გამოსულიყო. ახლა კი თავად არჯუნასაც ერთი სული ჰქონდა ეხილა საომრად შეკრებილი მხედართმთავრები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საომრად გაწყობილ ლაშქართან შერიგების მცდელობაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, მას მაინც ეწადა დაენახა ისინი და გაეკო რამდენად მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ძმათამკვლელი ომი. ლექსი 24. მაჩვენე ისინი, ვინც საბრძოლველად შეიკრიბნენ აქ, რათა სიამოვნება მოჰგვარონ დრიშტარაშტრას ბოროტ შვილს. განმარტება. აღარავისთვის არის საიდუმლოება, რომ დურიოთანა მამამისთან დრიშტარაშტრასთან ერთად ბოროტ გეგმებს აწყობდა, რათა პანდავების სამეფო ტახტი უკანონოდ ჩაეგდო ხელში. ამიტომ ის მეომრებიც, რომლებიც დურიოთანას უჭერდნენ მხარს, ერთი ყაიდისანი უნდა ყოფილიყვნენ. არჯუნას ომის დაწყებამდე სურდა მათი ბრძოლის ველზე ნახვა, გაგება მათი ვინაობისა და მათი ძალების შეფასება, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია მათთან მშვიდობიანი შეთანხმება,
ცხადია, რომ მათი ხილვა მას მოწინააღმდეგის ძალების შესაფერებლადაც სურდა, თუმცა მტკიცედ იყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში, რადგან კრიშნა მის მხარეს იდგა. ლექსი 24. სანჯაიამ თქვა, ო ფარატას შთამომავალო, არჯუნას ამ თხოვნის პასუხად უფალმა კრიშნამ დიდებული ეტლი მოწინააღმდეგე ლაშქართა შუა გაიყვანა. განმარტება. ამ ლექსში არჯუნა გუდაკეშად იწოდება. გუდაკა ნიშნავს ძილს, მას კი ვინც ძილზე იმარჯვებს, გუდაკეშას უწოდებენ. ძილი უგუნურებასაც ნიშნავს. ამრიგად, ამ სახელდების მიხედვით, კრიშნასთან მეგობრობით არჯუნამ ძილსაც ძლია და უგუნურებასაც. მას წამიდაც არ დავიწყებია კრიშნა, რადგან ასეთია დიადი ერთგულის ბუნება. იგი ძილში თუ ცხადში, მარად კრიშნას სახელზე, ფორმაზე, თვისებებსა და გართობებზე ფიქრობს და ძილსა და უგუნურებას ამიტომაც ამარცხებს. ამგვარ მდგომარეობას საკუთარ თავში კრიშნას ცნობიერება, ანუ სამათი ეწოდება. როგორც შრიკეშამ, იგი ყოველი ცოცხალი არსების გრძნობებისა და ჭკუის წარმმართველმა, კრიშნამ იცოდა თუ რატომ სთხოვა არჯუნამ მას ლაშქართა შუა ეტლის გაყვანა, ამიტომ შეასრულა მისი თხოვნა და შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა. ლექსი 25. ფიშმას, დრონასა და მსოფლიოს დანარჩენი სარდლების თანდასწრებით, უფალმა მიმართა არჯუნას. ხედავ, პართა, ყველა კურუ აქაა შეკრებილი. როგორც ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფ ზესულს, უფალ კრიშნას ესმოდა რა აზრები ტრიალებდა არჯუნას ჭკუაში. წინა ლექსში გამოყენებული სიტყვა შრიკეშაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ უფალი ყოვლის მცოდნეა. არჯუნასთან დაკავშირებით საყურადღებოა სიტყვა პართა, ანუ პრთას, კუნტის შვილი. ამით, როგორც მეგობარმა კრიშნამ არჯუნას უთხრა, ვინაიდან არჯუნა პრთას, ანუ კრიშნას მამის, ვასუდევას დისშვილი გახდათ, იგი თანახმა იყო გამხდარიყო არჯუნას მეეტლე. მაშ რას გულისხმობდა კრიშნა, როდესაც არჯუნას უთხრა, ხედავ კურუთ, იქნებ სურდა შეეჩერებინა არჯუნა და ამით განერიდებინა ბრძოლისგან. მაგრამ კრიშნამ წინასწარვე იცოდა, რომ მისი მამიდაშვილი, პრთას შვილი ასეთ გადაწყვეტილებას არასოდეს მიიღებდა. მაშასადამე ეს იყო მეგობრული ხუმრობა, რითაც უფალმა არჯუნას ანიშნა, მისი ფიქრები რომ უკვე იცოდა. იქ ორ მოწინააღმდეგე ლაშქარში არჯუნამ ორივე მხარეს მამა-პაპანი, მოძღვრები, დედის ძმები, საკუთარი ძმები, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, აგრეთვე სიმამრები და კეთილის მსურველები იხილა. განმარტება. ბრძოლის ველზე არჯუნას მთელი ნათესაობა დახვდა. იგი ხედავდა ბურიშრავას, რომელიც მამამისის თანატოლი იყო, ბაბუებს, ფიშმასა და სომადატას, მოძღვრებს, დრონაჩარიასა და კრიფაჩარიას, დედის ძმებს, შალაიასა და შაკუნის, საკუთარ ძმებს, როგორიც იყო დურიოთანა, შვილებს, როგორიც იყო ლაქშმანა, მეგობრებს, როგორიც იყო აშვათამა, კეთილის მსურველებს, როგორიც იყო კრატარვამა და ერთი სიტყვით მან დაინახა ორივე ლაშქარი, რომლის რიგებშიც ბევრი მისი ახლობელი ერია. ლექსი 27-28. ამდენი მეგობრისა და ნათესავის ხილვამ კუნტის შვილი არჯუნა სიბრალულით აავსო და მან თქვა, ო კრიშნა, ჩემს წინაშე მდგომი, ბრძოლის სურვილით შეპყრობილი მეგობრებისა და ნათესავების შემყურეს, კიდურები მიკანკალებს და პირი მიშრება. განმარტება. უფლის ყველა გულწრფელი ერთგული წმინდანების ღვთაებრივი არსებების, ანუ ნახევარღმერთების ყოველ ღირსებას ფლობს. მაშინ, როდესაც არაერთგულებს, რაც არ უნდა მაღალი განათლებითა და კულტურით თუ სხვა მატერიალური უპირატესობით იყვნენ აღჭურვილნი, არ გააჩნიათ რაიმე ღვთაებრივი თვისება. ამიტომ, როდესაც არჯუნამ ბრძოლის ველზე ერთმანეთის წინააღმდეგ გამხედრებული ნათესავები, ახლობლები თუ მტრები იხილა, უმალ სიბრალულით აღივსო. რა თქმა უნდა, თავის მეომრებზე მას თავიდანვე გული შესტკიოდა, მაგრამ ებრალებოდა მოწინააღმდეგეთა მეომრებიც, ვინაიდან ხედავდა მათ გარდაუვალ სიკვდილს. ამიტომაც კიდურები აუკანკალდა და პირი გაუშრა.
იგი ცოდა არ იყოს განაცვიფრა მათმა მებრძოლმა სულისკვეთებამ. ფაქტობრივად, მასთან საუმრად არჯუნას ყოველი სისხლით ნათესავი ერთიანად გამოვიდა. ამან შეაძრწუნა ისეთი გულკეთილი ერთგული, როგორიც არჯუნაა, რომელსაც ეჭვი არ არის, რომ არა მარტო კიდურები უკანკალებდა და პირი უშრებოდა, არამედ ტიროდა კიდეც სიბრალულით. ამის მიზეზი გახლდათ არა არჯუნას სისუსტე, არამედ მისი გულჩვილობა, რაც დამახასიათებელია უფლის წმინდა ერთგულისთვის. ამიტომ ნათქვამია: ღმრთეების პიროვნების შეურყეველი ერთგული ნახევარმღერთთა ყოველი კარგი თვისებით არის შემკული, ხოლო ის, ვინც უფლის ერთგული არ არის, მხოლოდ მატერიალურ თვისებებს ფლობს, რასაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარი ჭკუის კარნახით ცხოვრობს და თვალისმომჭრელი მატერიალური ენერგიის მიზიდულობის მსხვერპლი ხდება. ლექსი 29. მთელი სხეული მიკანკალებს, თმები ყალსზე მიდგება, მშვილდი განდივა ხელიდან მივარდება და კანი მეწვის. განმარტება: სხეულის კანკალი და თმების ყალსზე დადგომა შეიძლება ორმა გარემოებამ გამოიწვიოს, ან ძლიერმა სულიერმა ექსტაზმა, ან ყოფითი პირობებით გამოწვეულმა თავზარდამცემმა შიშმა. ტრანსცენდენტული შემეცნების გზაზე შიშის განცდა არ არსებობს. ამ შემთხვევაში არჯუნას მღელვარება მიწიერი სიცოცხლის დაკარგვის შიშით არის გამოწვეული. ეს აშკარაა სხვა ნიშნებითაც. იგი იმდენად შეშფოთდა, რომ მშვილდი განდივა ხელიდან უვარდება და შინაგანი მხურვალების გამო თითქოს კანიც ეწვის. ყოველივე ამის მიზეზი სიცოცხლეზე არჯუნას მატერიალისტური შეხედულება იყო. ლექსი 30. აქ გაჩერება აღარ შემიძლია, თავი მავიწყდება და ჩემს არეულ გონებას მხოლოდ უბედურება ესახება. ო კრიშნა, დემონ კეშის მკვლელო. განმარტება: მოუთმენლობით შეპყრობილი და გონებაარეული არჯუნა ბრძოლის ველზე ვეღარ ჩერდებოდა. მატერიალურ ყოფიერებაზე მეტისმეტი მიჯაჭვულობა ადამიანს ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. ასეთი შიში და გონების წონასწორობის დაკარგვა მათი ხვედრია, ვინც მეტისმეტად ექცევა მატერიალური პირობების ზეგავლენის ტყვეობაში. ბრძოლის ველზე არჯუნა მხოლოდ ისეთ მომავალ კაცკლასსა და აუტანელ ტანჯვას ხედავდა, რომ ვერც მტერზე გამარჯვების შემდეგ იქნებოდა ბედნიერი. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია სიტყვები ნიმიტანი, მიზეზი და ვიპარიტანი, საწინააღმდეგო. როდესაც ადამიანი მომავალში მხოლოდ იმედების გაცრუებას ხედავს, ებადება კითხვა: რატომ ვარ აქ? მატერიალურ ყოფიერებაში ყველა საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს, არავის აინტერესებს უზენაესი პიროვნება. არჯუნამ მხოლოდ კრიშნას ნებით გამოავლინა უვიცობა საკუთარი ჭეშმარიტი მიზნის მიმართ, კერძოდ ვიშნუს, ანუ კრიშნას მიმართ. განპირობებულ სულს ავიწყდება ეს ჭეშმარიტება, ამიტომ იგი მიწიერი ტკივილებით იტანჯება. ამის გამო იყო, რომ არჯუნა ბრძოლაში გამარჯვებასაც მხოლოდ გლოვის მომტანად თვლიდა. ლექსი 35. ძვირფასო კრიშნა, ვერ გამიგია, რას გვარგებს ბრძოლაში საკუთარი ნათესავების განადგურება. ამის შემდეგ რა ფასი ექნება თუნდაც გამარჯვებას, სამეფოს ან ბედნიერებას. განმარტება: არ იციან, რა მცოცხალი არსების სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი ვიშნუ ანუ კრიშნაა, განპირობებულ სულებს იზიდავთ სხეულის ნათესავები იმ იმედით, რომ მათთან ერთად ბედნიერებას ადვილად მიაღწევენ. სიცოცხლის დანიშნულებაზე ასეთი ბრმა შეხედულების გამო მათ ისიც კი ავიწყდებათ, თუ რა არის მატერიალური ბედნიერების საწინდარი. როგორც ჩანს, არჯუნასაც დაავიწყდა ჭეშმარიტი ზნეობრივი კანონები. ცნობილია ადამიანთა ორი საზოგადოებრივი ფენა: ერთნი ქშატრიები, რომელიც კრიშნას უზენაესი ნებით ბრძოლებში მონაწილეობენ და საომარ ველზე იხოცებიან კიდეც, ხოლო მეორენი განდეგილის ცხოვრების წესს მიჰყვებიან და საკუთარ სიცოცხლეს მთლიანად სულიერი სრულქმნის მიღწევას უძღვნიან. ეს ორივენი ღირსნი არიან ამაღლდნენ პლანეტა მზეზე, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი და კაშკაშაა. არჯუნა ქშატრია იყო, მაგრამ ამჯერად
ტრის მოკლაც კი არ სურდა, საკუთარ ნათესავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იგი ფიქრობდა, რომ ახლობლების დახოცვა მას ბედნიერებას ვერ მოუტანდა, ამიტომაც არავითარი სურვილი არ ჰქონდა ბრძოლისა, ისევე როგორც კაცს, რომელსაც შიმშილის გრძნობა თუ არ აწუხებს, არც საჭმლის მომზადების სურვილი გააჩნია. ასე დაბნეულმა არჯუნამ ტყეში წასვლა და უკაცრიელ ადგილას ცხოვრება განიზრახა, მაგრამ როგორც ქშატრიას მას სამეფო სჭირდებოდა, ვინაიდან მისი ფენის წარმომადგენლებს საერთოდ არ ჰქონდათ სხვა საქმის შესრულების უფლება. არჯუნას კი არ ჰქონდა სამეფო, მისი მოპოვების ერთადერთი გზა იყო ბრძოლა ბიძაშვილებთან და ძმებთან, რითაც იგი დაიბრუნებდა საკუთარი მამისგან მემკვიდრეობით მოძებულ სამეფო ტახტს. მაგრამ არჯუნასთვის მაინც მიუღებელი იყო ეს გზა, ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო ტყეში, რათა გულგატეხილს განმარტოებით ეცხოვრა. ლექსი 32-35 ო გოვინდა, რას გვარგებს სამეფო ბედნიერება, ან თვით სიცოცხლეც კი, როდესაც ბრძოლის ველზე ჩვენს წინაამდე გამხედრებულან ისინი, ვისთან ერთადაც ყოველივე ამით ტკბობა გვინდოდა. ო მათუსუდანა, როდესაც მოძღვარნი, მამები, შვილები, ბაბუები, დედის ძმები, სიმამრები, შვილიშვილები, სიძეები და სხვა ნათესავები მზად არიან, თავი და საკუთრება გასწირონ ჩემ და სამტროდ, მაინც არ მინდა მათი დახოცვა, მაშინაც კი თუ უსათუოდ სიკვდილი მელის მათი ხელით. ო ყოველი ცოცხალი არსების მასულდგმულებელო, მე არ შევებრძოლები მათ არა მარტო დედამიწის, არამედ სამი სამყაროს ფლობის სანაცვლოდაც კი. რა სიხარულს მოგვიტანს დრიშტარაშრას ვაჟიშვილთა დახოცვა? განმარტება. არჯუნამ უფალ კრიშნას უწოდა გოვინდა, ვინაიდან კრიშნა ძროხებისა და დანარჩენ ცოცხალ არსებათა გრძნობების სიამოვნების საგანია. ამ მნიშვნელოვანი სიტყვით არჯუნა მიგვანიშნებს, რომ კრიშნამ კარგად იცოდა, თუ რა მოჰკვირდა კმაყოფილებას არჯუნას გრძნობებს, მაგრამ გოვინდას მოვალეობა ეს არ არის. მთავარია ჩვენვე ვცადოთ გოვინდას გრძნობების დაკმაყოფილება, რათა ჩვენი გრძნობებიც თავისთავად დაკმაყოფილდეს. მატერიალური თვალსაზრისით, ყველა ცოცხალი არსება საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილებას ესწრაფის, რისთვისაც ცდილობს ღმერთი საკუთარი სურვილების შემსრულებლად გადააქციოს. ამის პასუხად უფალი მათ გრძნობებს დააკმაყოფილებს იმდენად, რამდენადაც ისინი ამას იმსახურებენ და არა მათი სურვილის მიხედვით. მაგრამ თუ კი ცოცხალი არსება უკეთეს გზას აირჩევს, კერძოდ საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილს გამორიცხავს და მხოლოდ გოვინდას გრძნობების დაკმაყოფილება შეეცდება, მაშინ უზენაესისვე წყალობით მისი ყოველი სურვილი აღსრულდება. ამ შემთხვევაში ქშატრიათა ერთობისა და საკუთარი ოჯახის წევრებისადმი არჯუნას ძლიერი მიჯაჭვულობა ნაწილობრივ მათდამი თანდაყოლილი ბუნებრივი სიბრალულით იყო გამოწვეული, ამიტომ იგი ბრძოლისთვის მზად არ იყო. ყველა სურს უჩვენოს და გაუნაწილოს მეგობრებსა და ნათესავებს საკუთარი სიმდიდრე. არჯუნას ესეც აშინებდა, თუ კი მისი ყველა ნათესავი და მეგობარი ბრძოლის ველზე დაეცემოდა, გამარჯვების შემდეგ ვეღარავის წინაშე მოიწონებდა თავს სიმდიდრით და ვერც ვერავის გაუნაწილებდა მას. ასეთი ანგარიშიანი გათვლა მიწიერი ყოფიერებისთვის ბუნებრივია, მაგრამ სულიერი არსებობის პირობა სულ სხვაა, ვინაიდან ერთგული უფლის უანგარო მსახურია, მას შეუძლია მისი სამსახურისთვის ყოველგვარი სიმდიდრე მიიღოს, ოღონდ ეს უფლის ნება უნდა იყოს, უიმისოდ გროშიც არ უნდა აიღოს. არჯუნას თავისი ნათესავების დახოცვა არ უნდოდა და თუ ეს მაინც გარდაუვალი იყო, სურდა თავად უფალს მოეკლა თითეული მათგანი. არადა არჯუნამ ამ დროს არც კი იცოდა, რომ კრიშნას თავისი უზენაესი ნებით ბრძოლის ველზე გამოსვლამდე ყველა მოკლული ჰყავდა და რომ არჯუნამ მხოლოდ გამოსაცდელი იარაღი უნდა გამხდარიყო უფლის ხელთ. ეს ყოველივე აშკარა გახდება მომდევნო თავებში, ვინაიდან არჯუნა ბუნებით უფლის წმინდა ერთგული იყო, თავისი ვერაგი ბიძაშვილებისა და ძმებისადმი სამაგიეროს მისვლა საერთოდ არ ახასიათებდა, მაგრამ უფალს, რომელიც ვერ ირთმენს ერთგულისადმი არამზადებისგან მიყენებულ წყენას, ყოველი მათგანის სიკვდილი წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი. უფალმა შეიძლება საკუთარი შეურაცხყოფა მიუტევოს ვინმეს, მაგრამ არა მას,
ვინც მის ერთგულებს ცუდად მოექცა. ასე რომ უფალს მსგავსი არამზადების განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა არჯუნას მათი პატიება სურდა. ლექსი 36. ასეთ ბოროტმოქმედთა მკვლელობით ცოდვა მაინც მოგვეწევა. ჩვენ არ შეგვფერით დრიშტარაშტრას შვილებისა და ჩვენი მეგობრების დახოცვა. ო კრიშნავ, ბედის ქალღმერთის მეუღლევ, როგორ ვიქნებით ბედნიერნი, თუ კი საკუთარ ნათესავებს სიცოცხლეს გამოვასალმებთ. განმარტება. ვედების დანაწესის მიხედვით არსებობს 6 სახის ბოროტმოქმედი, ვინც სხვას წამლავს, ვინც სხვის სახლს ცეცხლს უკიდებს, ვინც სხვას სასიკვდილო იარაღით ესხმის თავს, ვინც ვიღაცას სიმდიდრეს პარავს, ვინც სხვის მიწას ეპატრონება და ვინც სხვის ცოლს იტაცებს. ასეთი ადამიანები უმალვე უნდა მოისპონ და ეს არავის ცოდვად არ ჩაეთვლება. უბრალო ადამიანისთვის ასეთი შურისძიება ბოროტების მიმართ ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ არჯუნა სხვა სიმაღლეზე იდგა, მას წმინდანის ბუნება ჰქონდა, ამიტომ სურდა ბრძოლის ველზეც წმინდანივით მოქცეოდა მოწინააღმდეგეს. მაგრამ ასეთი წმინდანობა ქშატრიასთვის არ უნდა იყოს ნიშანდობლივი, თუმცა ქვეყნის სათავეში მდგარი ხელისუფალი წმინდანიც უნდა იყოს, მას სიმხდალი არ შეშვენის. მაგალითად, უფალი რამა იმდენად დიდი წმინდანი იყო, რომ ხალხი დღესაც ნატრობს მის ღვთიურ სამეფოში, რამა რაჯაიაში ცხოვრებას, მაგრამ იგი მხდალი არასოდეს ყოფილა. როცა მას რავანამ მეუღლეს სიტა მოსტაცა, უფალმა რამამ ამ ბოროტმოქმედს ისეთი დღე დააწია, რომლის მსგავსიც მსოფლიოს ისტორიაში არ მოიძებნება. მაგრამ არჯუნას შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი მოწინააღმდეგენი, მისი ბაბუა, მისი მოძღვარი, მეგობრები, შვილები, შვილიშვილები და სხვანი განსაკუთრებული სახის დამნაშავენი იყვნენ და არჯუნას არ შეეძლო მათ მიმართ ისეთივე შეუბრალებლობა გამოეჩინა, როგორიც ნამდვილი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ იყო საჭირო. გარდა ამისა, წმინდანების ვალია სხვებს მიუტევონ, ეს წმინდა დანაწესი კი ყოველგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. არჯუნაც ასე ფიქრობდა, პოლიტიკური მიზეზების გამო საკუთარი ნათესავების გაჟლეტის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა რელიგიისა და წმინდა ვედური დანაწესების საფუძველზე ეპატიებია მათთვის და ამით აეცილებინა არასასიკეთო შედეგი, უბრალოდ სხეულისეული დროებითი ბედნიერების მიზნით ასეთი მკვლელობის ჩადენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გზით მოპოვებული სამეფო ხელისუფლება და მისი მომყოლი ბედნიერება არ არის მუდმივი, მას რატომ უნდა გაეწირა სიცოცხლე და მარადიული ხსნა ნათესავების დახოცვის გამო? ლექსში არჯუნამ კრიშნას მიმართა, როგორც მათავას, ანუ ბედის ქალღმერთის მეუღლეს. ამ მიმართვით მას სურდა მიენიშნებინა კრიშნასთვის, რომ არ უნდა აეძულებინა არჯუნა იმ საქმისთვის მოეკიდა ხელი, რომელიც საბოლოოდ უბედურებას მოუტანდა. ეს არჯუნას შიშნარევი ვარაუდი იყო. სინამდვილეში კი კრიშნას უბედურება არავისთვის მოაქვს, მით უმეტეს თავისი ერთგულებისთვის. ლექსი 38. ო ჯანარდანა, თუმცა ეს ადამიანები, გულები რომ სიხარბით აქვთ აღსავსე, საკუთარი ოჯახის მოსპობაში ან მეგობრებთან ჩხუბში ცუდს ვერაფერს ხედავენ, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ჩავიდინოთ ეს ცოდვა, ოჯახის განადგურება დანაშაულად რომ მიგვაჩნია? განმარტება. თუ კი რომელიმე მოწინააღმდეგე ბრძოლაში ან აზარტულ თამაშში გამოიწვევს ქშატრიას, ამ უკანასკნელმა უარი არ უნდა თქვას. ასეთი ვალდებულების გამო არჯუნა, როგორც ქშატრია, უარს ვერ იტყოდა იმ ბრძოლაზე, რომელშიც იგი დურიოთანას მხარემ გამოიწვია. თანაც არჯუნა თვლიდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ იცოდა რა მოჰყვებოდა ასეთ გამოწვევას. არჯუნა კი ცუდ შედეგებს ხედავდა, ამიტომ უარს ამბობდა ბრძოლაზე. რა თქმა უნდა, მოვალეობის შესრულება მაშინაა ადვილი, როდესაც მას სასიკეთო შედეგები მოჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თავს არიდებს მას. ამ დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონის შემდეგ არჯუნამ გადაწყვიტა, ბრძოლაზე უარი ეთქვა. ლექსი 39. საგვარეულოს განადგურებით ოჯახის საუკუნო ტრადიციებიც ისპობა.
რის გამოც ოჯახის დარჩენილ წევრებს ურწმუნოება ეუფლება და უკეთურ საქმეებში ებმებიან. განმარტება. ვედური საზოგადოებრივი სისტემა ვარნაშრამა დჰარმა ეყრდნობა მრავალ რელიგიურ პრინციპსა და ტრადიციას, რომელთა მიზანი ოჯახის წევრების სწორი აღზრდაა, უპირველესად კი სულიერ ფასეულობათა მიღწევაში დახმარება. მომდევნო თაობების სულიერი სიწმინდის დაცვა ევალება ოჯახის უფროს წევრებს, რომელთაც სიკვდილთან ერთად შეიძლება შეწყდეს მსგავსი განწმენდი ოჯახური ტრადიციები, დარჩენილი ახალგაზრდები ურწმუნოების გზას დაადგნენ და სამუდამოდ ჩაუქრეთ სულიერი ხსნის იმედი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოჯახის უფროსის წევრთა დახოცვა. ლექსი 40. როდესაც ოჯახში უღმერთოება ბატონობს, ო კრიშნა, ოჯახის ქალები ბიწიერების გზას ადგებიან, ზნეობრივად ეცემიან და ოვრ-შნის შთამომავალო, არასასურველ მოდგმას ამრავლებენ. განმარტება. ღირსეული მოსახლეობა კაცობრიობის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სულიერი აღორძინების საფუძველია. ვარნაშრამას რელიგიური პრინციპები ისეა განსაზღვრული, რომ ქვეყნისა და საზოგადოების საყოველთაო სრულქმნისათვის სულიერად და ხორციელად ჯანსაღი მოსახლეობას ჭარბობდეს. ეს წმინდა ვალი კი ქალსა ძევს და მისი განხორციელება უშუალოდ დამოკიდებულია ქალთა სიწმინდეზე და ერთგულებაზე. როგორც ბავშვები, ქალებიც ხშირად ასწდებიან ხოლმე მითითებულ გზას, მით უმეტეს, რომ მათ ზნეობრივი დაცემისკენ გარკვეული მიდრეკილება ახასიათებს. ამიტომ ბავშვებსაც და ქალებსაც ოჯახის წევრებისგან დაცვა ესაჭიროებათ. თუ კი ქალი ღვთისმოსავი იქნება და შესაბამისი საქმიანობითაც იქნება დაკავებული, იგი არ იმრუშებს. ჩანაკია პანდიტის აზრით, როგორც წესი, ქალები დიდი გონიერებით არ გამოირჩევიან და ნდობას არ იმსახურებენ. ამრიგად, რელიგიური ოჯახური ტრადიციები დაწესებულია იმისთვის, რომ ქალები მუდმივი ყურადღების ქვეშ იყვნენ, განუწყვეტლივ საქმიანობდნენ, იცავდნენ საკუთარ და ოჯახის სიწმინდესა თუ ერთგულებას. აი, რა საფუძველზე წარმოიშობა ვარნაშრამას საზოგადოებრივი წყობისთვის შესაფერისი მოსახლეობა. ვარნაშრამა დჰარმას დაცემასთან ერთად ბუნებრივია, ქალები მოქმედების თავისუფლებას იძენენ, კაცებს უახლოვდებიან და მრუშობენ, რასაც არასასურველი მოსახლეობის გამრავლების საფრთხე მოჰყვება. უპასუხისმგებლო მამაკაცებიც ხელს უწყობენ ამგვარ ზნეობრივ თავაშვებულობას და დაბადებიდანვე უკვე მანკიერმა ბავშვებმა წალეკეს კაცთა მოდგმის ასპარეზი, რასაც დღეს თუ ხვალ უნდა მოყვეს ომებისა და ეპიდემიების საშიშროება. ლექსი 41. არასასურველი მოსახლეობა ანგრევს ოჯახის ტრადიციებს, რაც თავად მათთვისვე აუტანილს ღვთის სიცოცხლეს. ასეთ ზნეობრივად წახდენილ ადამიანთა წინაპრები დავიწყებას ეძლევიან, ვინაიდან მათთვის საჭმლისა და წყლის შეთავაზების წმინდა წესის აღსრულებელი აღარავინ რჩება ოჯახში. განმარტება. ნაყოფის მოხვეჭისათვის განკუთვნილ საქმიანობათა მომწესრიგებელი დანაწესების თანახმად, კარმა კანდა ოჯახის წევრებს ევალებათ წინაპრებს პერიოდულად საჭმელი და წყალი შესთავაზონ. ამ პროცესის შესასრულებლად საჭიროა თაყვანისცენ ვიშნუს და მიართვან სხვადასხვა კერძი, რითაც შემთავაზებელი ცოცხალი არსებები ყოველგვარი ცოდვისაგან განიწმინდებიან. ეს ტრადიცია სასიკეთოდ მოქმედებს წინაპრებზეც. ზოგჯერ გარდაცვლილი წინაპრებიც ათასგვარი ცოდვებით დამძიმებულნი იტანჯებიან. ზოგიერთი მათგანი მომდევნო სიცოცხლეს ვეღარ აგრძელებს უხეშ მატერიალურ სხეულში და იძულებულია ნატიფ სხეულებში მოჩვენების სახით იარსებოს. ამრიგად, როდესაც შთამომავლები თავიანთ წინაპრებს წმინდა საჭმელს პრასად სთავაზობენ, წინაპრებიც თავს აღწევენ მოჩვენებებად ყოფნას და სხვა სახის მტანჯველ არსებობას. წინაპრებისთვის ასეთი დახმარება ოჯახური წმინდა ტრადიციაა და ოჯახის წევრთაგან მათ, ვინც ღვთის ერთგულებით არ ცხოვრობენ, ცოდვათაგან განსაწმენდად ასეთი რიტუალების შესრულება მოეთხოვებათ. მათ კი, ვინც ერთგულად ემსახურებიან უფალს, არც ცოდვები ამძიმებთ,
და არც ვალდებულნი არიან მათ მოსატევებლად იღვაწონ. შთამომავლთაგან უბრალოდ ღვთის ერთგული მსახურება კმარა, რათა ასობითა და ათასობით წინაპარი ყოველგვარი ტანჯვისგან იხსნან. ფაგავად გიტაში ნათქვამია. ვინც პოვა განთავისუფლების მომნიჭებლის, მუკუნდას, ლოტოსის და მტერბთა თავშესაფარი, მიატოვა ყოველგვარი მიწიერი მოვალეობა და მთელი არსებით დაადგა ამ გზას, აღარ აძევს რაიმე ვალდებულება ნახევარღმერთთა, ბრძენთა, საერთოდ ცოცხალ არსებათა, ოჯახის წევრთა, კაცობრიობისა და წინაპრების წინაშე. ღმრთების უზენაესი პიროვნების ერთგული მსახურებით იგი თავისთავად იხდის მთელ ამ ვალდებულებებს. ლექსი 42. ოჯახური ტრადიციების დამანგრეველთა ავი საქმეებით დასაბამი ეძლევა არასასურველ შთამომავლობას, ისპობა საზოგადოებრივი აყვავების შესაძლებლობები და ოჯახური კეთილდღეობა ქრება. განმარტება. ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების 4-ვე ფენას საკუთარი გეგმები აქვს საოჯახო კეთილდღეობის საქმიანობათა მოსაწესრიგებლად. ეს გეგმები სანატანა თარმას ან ვარნაშრამა თარმას საზოგადოებაში ადამიანებს საბოლოო ხსნის საშუალებად ეძლევათ. ამიტომ საზოგადოებას უპასუხისმგებლო ლიდერთა მიერ სანატანა თარმას ტრადიციების დარღვევა საზოგადოებაში ქაოსს იწვევს და ხალხიც ივიწყებს სიცოცხლის მიზანს, ვიშნუს, ასეთი ბრმა ლიდერების მიმდევრებიც აუცილებლად დაიღუპებიან. ლექსი 43. ო კრიშნა, კაცობრიობის მასულდგმულებელო, მოწაფეობრივ თანმიმდევრობაში მყოფ მოძღვართაგან მსმენია, რომ ჯოჯოხეთია ოჯახური ტრადიციების დამრღვევთა საუკუნო სამყოფელი. განმარტება. არჯუნა მსჯელობს არა პირადი გამოცდილების საფუძველზე, არამედ ეყრდნობა იმას, რაც ავტორიტეტულ ბრძენ მოძღვართაგან მოусმენია. ამ ცოდნას შეიცნობს მხოლოდ ის, ვინც დახმარებისთვის სიბრძნესთან ზიარებულ ადამიანს მიმართავს. ასეთია ჭეშმარიტი ცოდნის მიღების გზა. ვარნაშრამა საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ტრადიცია, თუ როგორ უნდა მოინანიოს ადამიანმა სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვები, სიკვდილის წინ. ამ პროცესს პრაიეჩიტა ეწოდება. ვინც ცოდვათა მიტევების ამ შესაძლებლობით არ ისარგებლებს, აუცილებლად ჯოჯოხეთის პლანეტებზე მოხვდება, რათა იქ მრავალი სიცოცხლის მანძილზე იტანჯოს. ლექსი 44. ვაი რომ მზად ვართ უმძიმესი ცოდვები ჩავიდინოთ. სამეფო დიდებით განცხრომას მოწყურებულთ, ჩვენ ხომ საკუთარი ნათესავების ამოხოცვა გვაქვს განზრახული. განმარტება. მხოლოდ საკუთარ თავზე მაფიქრალ ადამიანს შეიძლება ეადვილებოდეს საკუთარი ძმის, მამის ან დედის მკვლელობა. მსოფლიოს ისტორიაში ამის მრავალი მაგალითი არსებობს, მაგრამ არჯუნას, როგორც უფლის წმინდა ერთგულს, არასოდეს ავიწყდება ზნეობრივი კანონები და ცდილობს მსგავს ცოდვებს თავი აარიდოს. ლექსი 45. მირჩევნია მე, უიარაღო და წინააღმდეგობის სურვილს მოკლებული, დრიშტარაშრას იარაღასხმულმა შვილებმა მომკლან ბრძოლის ველზე. განმარტება. ქშატრიათა საბრძოლო კანონების თანახმად, უიარაღო და ბრძოლის სურვილს მოკლებულ მტერს არ უნდა შეუტიო, მაგრამ არჯუნამ გადაწყვიტა არ შებრძოლებოდა შეიარაღებულ, საბრძოლველად განწყობილ და შეტევაზე გადმოსულ მტერსაც კი. იგი არ ითვალისწინებდა იმასაც კი, თუ რაოდენ დიდი იყო მისი მოწინააღმდეგის საბრძოლო შინი. გულჩვილობის ყოველი ეს ნიშანი მიუთითებდა, რომ არჯუნა უფლის დიადი ერთგული იყო. ლექსი 46. სანჯაია განაგრძობდა. წარმოთქვა რა ეს ბრძოლის ველზე მყოფმა არჯუნამ შვილდისარი გვერდით გადადო და ეტლში ჩაეშვა. სევდას მოეცვა მისი გონება. განმარტება. მტრის განლაგებათა დათვალიერებისას არჯუნა ეტლში ფეხზე იდგა, მაგრამ როცა გლოვა მოეძალა, შვილდისარი გადადო და ეტლში სკამზე დაეშვა. ასეთი კეთილი და გულჩვილი ადამიანი, რომელიც ერთგულად ემსახურება უფალს, უდაოდ ღირსია მიიღოს ცოდნა საკუთარი მეობის შესახებ.